კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა წარმოგიდგენთ. ეს არის CST. გავაგრძელოთ Excel 2013, chapter 4 working with cells and ranges. პირველ რიგში ჩვენ აუცილებლად უნდა შევქმნათ რაიმე ფაილი, რომელზედაც ვიმუშავებთ. მოდით ავაგოთ მწკრივი უკვე ტექსტისა და რიცხვებისათვის. ესეთი შეიძლება იყოს მაგალითად stud1 ჩამოვშალოთ ის ქვემოთ მიმართულებით. თუ ჩვენ გამოვიყენებთ control კლავიშს, მაშინ დავინახავთ, რომ განმეორდება stud1, ხოლო თუ უბრალოდ ჩამოვწევთ და controls არ გამოვიყენებთ, ვნახავთ, რომ გაიზრდება რიცხვების მაჩვენებელი. აქვე მინდა გაჩვენოთ, რომ თუ stud1-ის ქვემოთ იქნებოდა stud3 მაგალითად და მოვნიშნავდით და ჩამოვწევდით ქვემოთ, მაშინ მივიღებდით, რომ გვექნებოდა უკვე stud5, stud7, stud9, stud11, თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ ის გარემოებაც, რომ თუ ჩამოვწევდით control კლავიშის დახმარებით, მაშინ განმეორდებოდა stud1, stud3, stud1, stud3. მოდით ახლა ამაგოთ ისევ ჩვეულ რიტმში, კონტროლის გარეშე, ანუ stud1, stud2, stud3, stud4, stud5, stud6 და საგანი, ანუ sag1 და ავაგოთ რამდენიმე საგანი, მაგალითად ავიღოთ 4 საგანი. თითოეულ სტუდენტს სხვადასხვა ქულა დაუწოროთ ფუნქციით rand between, მას მოგვიანებით გავივლით, მინიმალური ქულა გახლავთ ეს არის 0, ხოლო მაქსიმალური ქულა გახლავთ 10 დაუშვათ და ვნახავთ, რომ მიღებული ქულები წარმოდგენილია და გვაქვს სხვადასხვა სტუდენტის რაღაცა ქულები. ამ შიტის მთავარი, ამ chapter-ის მთავარი ამ ასე ვთქვათ საკითხი ერთ-ერთი გახლავთ უჯრების მონიშნა. მაგალითად მონიშნა მინდა თქვა, რომ შესაძლებელია, როგორც უკვე ვთქვით, control ქვედა მიმართულებით გადახვიდეთ ბოლო ცარიელ, ანუ ბოლო მსგავსი ტიპის უჯრასთან, ანუ შევსებულთან, მაგრამ თუ მონიშნა გინდათ, მაშინ იყენებთ control shift კლავიშს. control shift-ი ზემდა ის არის, შემდეგ მარჯვენა ის არის და ავტომატურად მოინიშნა ეს დიაპაზონი. შეგიძლიათ რასაკვირველია მონიშნოთ ხელითაც თქვენთვის სასურველი დიაპაზონი. ან ალაგ-ალაგ control ღილაკის გამოყენებით სხვადასხვა ადგილები მონიშნოთ და თუ მონიშნა ერთმანეთს გადაეფარება, მაშინ ის მონიშნის წერტილები კიდევ უფრო მეტად და მეტად მუქდება. და რაც უფრო მეტჯერ მოინიშნება, როგორც ხედავთ, მით უფრო მეტად გამუქდება ეს კონკრეტული წერტილები. რაც შეეხება შემდეგ საკითხს, ეს მონიშნების გახლავთ უკვე კოპირება. მოდით ვნახოთ, როგორ შეგვიძლია დავაკოპიროთ მონიშნული ინფორმაცია, მაგალითად მოვნიშნეთ და რამდენი ვერსია არსებობს კოპირების. ერთი ეს გახლავთ, თავად home menu-ში ბრძანება copy, copy-ს გარდა არის ბრძანება copy as a picture და picture-ის შემთხვევაში ვირჩევთ, როგორ დავაკოპიროთ, ვდგებით ახალ შიტზე, მაგალითად დავაძლევთ ბრძანებას paste და ის როგორც სურათი ამ ფორმით ჯდება, თუმცა დაუბრუნდეთ მთავარ კოპირებას, ანუ გვაქვს ბრძანება copy, ერთი შემთხვევა, გვაქვს მეორე ბრძანება მარჯვენა ღილაკით copy და მესამე ბრძანება კლავიატურით Ctrl+C copy. კოპირებული მონაცემები შესაძლებელია გადავიტანოთ უკვე შემდგომ თავად სხვა უჯრაში, მაგრამ სანამ გადავიტანთ კოპირებულს, მე მინდა აქვე drag and drop-ი ავხსნა უბრალოდ და ვნახოთ, რას ნიშნავს drag and drop-ი. შეიძლება მოინიშნოს მთლიანი დიაპაზონი, მოვკიდოთ ხელი მას კიდეზე და წავიღოთ უბრალოდ სადღაც სხვა ადგილას. თუ დავაწვევით control კლავიშს ხელი, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ის თავისი ფორმულებიანად წამოვა და განმეორდება, ხოლო თუ control-ს არ დავაწვევდით, ის უბრალოდ წამოვიდოდა. ჩვენ გამოგვდის დამატებითი მენიუ, სხვა შორის ამ დროს, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამ table-ის შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მოვნიშნავთ tables, შეგვიძლია ჩაუტაროთ რაღაცა რამდენიმე პროცედურა. მაგალითად, პროცედურა ერთ-ერთი გახლავთ ფერის ჩასხმა. დავუშვათ, ჩავასხათ ფერი, მივცეთ წითელი ასოები, ჩაურთოთ მას ჩვეულებრივ სტანდარტულად ბორდერები და დავწეროთ ტექსტი bold-ად. არსებული ცხრილი უნდა
დავაკოპიროთ და გამოვიყენოთ აუცილებლად ჩვენ ახლა ბრძანებები paste-ი. ანუ მოვნიშნეთ, მივეცით ბრძანება copy და ვიწყებთ ამავე შიტზე ვაკოპირებთ მაგალითად A9 ნაწილში. ვაძლევთ ბრძანებას მარჯვენა ღილაკით paste და გვაქვს სხვადასხვა შემოთავაზებები, ასევე გვაქვს უფრო მეტი შემოთავაზებაც და გვაქვს ბრძანება paste special-ი. აქ რა თქმა უნდა ეს მენიუ აქაც paste-ის შემთხვევაში გვხვდება თავის paste special-ით. მხოლოდ paste special-ი არ მოქმედებს და არ ფუნქციონირებს მაშინ, როდესაც გამოსახულება არის არა კოპირებული, არამედ cut-ით. აი აქ ჩვენ არ გვაქვს ეს შემოთავაზებები. მოკლედ, კოპირების შემთხვევაში გამოსახულებები არის სხვადასხვა ფორმატით. მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად. პირველი paste-ის დროს არის სტანდარტული paste-ი, მოდის სრულად ყველა ფუნქციისა და ყველა ფორმულის გათვალისწინებით. შემდეგი paste-ი გახლავთ paste values, სადაც მხოლოდ და მხოლოდ მოდის ტექსტები და უკვე რიცხვითი მნიშვნელობები. ანუ დავაკვირდეთ აი ამ ნაწილს, აქ ფორმულა არ წერია, თუმცა სხვა შემთხვევებში ჩვენ ფორმულები გვიწერია. შემდეგი paste-ი გახლავთ მარჯვენა ღილაკით ბრძანება ფორმულას, სადაც მოდის ყოველგვარი ფორმატირების გარეშე, მაგრამ ფორმულებით. აი აქ გვაქვს კვლავ ფორმულებით. ახლა ვაგრძელებთ და ვნახოთ რა არის შემდეგი. შემდეგი ბრძანება გახლავთ transpose. Transpose ნიშნავს არსებული სვეტებისა და სტრიქონებისათვის ადგილის გაცვლას და შესაბამისად მონაცემების სწორ გადალაგებას. შემდეგი paste-ი გახლავთ ბრძანება, რომელსაც ქვია formatting-ი, სადაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გადმოგვაქვს ფორმატირება, ანუ ყვითელი უჯრებზე ბორდერების მითითებით და თუ რაიმე ტექსტ დავწერთ შიგნით, მაგალითად CST, აუცილებლად იქნება დაწერილი წითლად. რაც შეეხება შემდეგ ბრძანებას, ანუ ჯერ კვლავ დავაკოპირებ თქვენი ნებართვით, აი აქ მივეცი ბრძანება copy. გადავედი ქვემოთ ნაწილში და ვაგრძელებთ ჩასმას. მარჯვენა ღილაკით შემდეგი ბრძანება უკვე ეს გახლავთ formatting-ი და შემდეგი გახლავთ paste link-ი. Paste link-ის კი გახლავთ მიმაგრებული უჯრები ამ კონკრეტულ უჯრებთან. ანუ მაგალითად H24 ტოლია არა 6-ის, ან არა იმ ფორმულის, რაც ეწერა იქ, არამედ უჯრა B2-ის. და თუ მე ავდგები და ვნახავ რა ხდება B2-ში, მაშინ აღმოაჩენ რომ აქ წერია 6-იანი. ნაცვლად B2-ისა და 6-იანისა დავწერ GH მაგალითად, ჩამოვალ ქვემოთ და ვნახავ რომ სწორედაც ამ უჯრაში წერია GH. იმედი მაქვს ეს paste special-ის ეს ნაწილიც გასაგები იყო. ახლა მოდით დავაკოპირებთ მე კვლავ ფორმულას აქ და ისე დავაკოპირებ სრულად ამ ჩემ sheets. Ctrl+C, ანუ დავაკოპირე და მოდით ვნახოთ ახლა რა მოხდება აი აქ შემდეგ უკვე როდესაც გამოვიძახებთ ბრძანება paste specials. ჩვენ გვაქვს შემოთავაზება და ვარიანტები. დავაკოპიროთ ფორმულები. მაგალითად, მხოლოდ ფორმულები. დავაკოპიროთ paste special-ში მხოლოდ და მხოლოდ values, ანუ მნიშვნელობები. დავაკოპიროთ მხოლოდ და მხოლოდ paste special-ში ბრძანება formats. OK და ნახავთ რომ აქ დაკოპირდება ფორმატი. ყველაფერი ეს პრინციპში გარეთაც იყო გამოტანილი, მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება განსაკუთრებით გამოვამახვილო იმაზე, რომ თქვენ შეგიძლიათ კომენტარები დააკოპიროთ, validation-ი შეზღუდვა, რომელსაც მომავალში ვისწავლით, all using source theme, ანუ ბრძანება, რომელიც გამოიყენებს მთლიან თემას, ანუ მთლიანი თემა, რაც აქვს ამ ფაილს, all except borders, ანუ მოდის ყველაფერი გარდა ბორდერისა, ანუ მას ბორდერი ასე ვთქვათ არ აქვს და ასევე თუ მივაქცევთ ყურადღებას, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ ბრძანება მარჯვენა ღილაკის paste special-ი, სადაც თქვენ უთითებთ, რომ გადმოიტანოს column wide, ეს გულისხმობს, რომ თუ სხვადასხვა არასტანდარტული სიგანის სვეტები გქონდათ, გადმოიტანოს მხოლოდ სვეტების სიგანე. Formula and number formatting-ი ნიშნავს, რომ გადმოდის ფორმულა და მხოლოდ რიცხვის ფორმატირება. რიცხვის ფორმატირების გადმოტანას აქვე წარმოვადგენ, რომ საუბარია მაგალითად რიცხვის ფორმატირებაა, თუნდაც აქ არჩეული დაუშვათ accounting-ი, აი ეს ფორმატი, როდესაც ჩვენ ახლა ამას დავაკოპირებთ და ჩამოვალთ ახალის ჩასასმელად დაუშვათ, აი აქ გავაკეთებთ
paste special-ში ბრძანება ფორმულას and number formatting-ს, ნიშნავს რომ მოდის ფორმულები და number formatting-ი, მაგრამ ასევე შესაძლებელია რომ წამოვიდეს paste special-იდან values and number formatting-ი. დროებით all merging conditional formatting-ი გამართულია, იმიტომ რომ ჯერჯერობით ამას ვერ გამოვიყენებთ. შემდეგ OK, რადგან მე conditional formatting-ი არ გვაქვს და აქაც გადმოვიტანეთ, როდესაც არის უკვე ჩვეულებრივი numbering-ი, ანუ აქ ფორმულები არ არის, ხოლო აქ კი გახლავთ უკვე ფორმულები. მოდით ახლა ეს და ამ და ამ უჯრებზე მოვახდინოთ ერთდროული მოქმედებები. მაგალითად, მოვნიშნე სრული დიაპაზონი, მივეცი copy, დავდექი ამ დიაპაზონის პირველ უჯრაზე, ან მოვნიშნე ისიც სრულად და ვაძლევ ბრძანებას paste special. Paste special-ში ვირჩევ, რომ მოახდინოს დამატება შესაბამისი უჯრებისათვის. მივეცემ OK relax და ვნახავ, რომ დაემატა. ვნახოთ 3 პლუს rand between 0-დან 10-მდე. 1 პლუს 4 პლუს 7 პლუს და რა რიცხვებიც ეწერა, ამ რიცხვებს დაუმატა აი ეს ფუნქციები და აი აქ რაც მიიღო, ის გამოვიდა. შესაბამისად, თუ გვაქვს ჩვენ დავუშვათ ბრძანება 4 პლუს და rand between რაღაცა, ანუ ეს rand between-ი ამ შემთხვევაში გამოდის, რომ იძლევა 7-იანს, რადგან აქ გვაქვს 11. მაგრამ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ 1 და მეორე ადგილასაც გვექნებოდა მხოლოდ რიცხვები. მაგალითად, აქ ფორმულების მაგივრად გქონდეს რიცხვები, Ctrl+C, Ctrl+V და ჩამოშულ მენიუში ავირჩიოთ რიცხვითი, ანუ value-ები და აქაც დავუშვათ Ctrl+C, Ctrl+V და ავირჩიოთ აქაც value-ები მხოლოდ და მხოლოდ. ამ შემთხვევაში მივიღებდით შემდეგ რაღაცას. ანუ ჩვენ გვაქვს აქ რიცხვები, აქაც რიცხვები. უბრალოდ ვნიშნავთ, შემდგომ ვაწვევით copy-ს, დგებით აქ და ვაწვევით ბრძანებას paste special-ში add მაგალითად OK და ვნახავთ რომ დაემატა, ანუ 2-ს 8 და მივიღეთ 10, თუმცა არსად არ არის ფიქსირებული რას რა დაემატა. ასევე არის ბრძანება მაგალითად paste special-ში ბრძანება, რომელსაც ქვია transpose-ი, თქვენ ეს გახსოვთ უკვე გარეთაც შეგვხდა, სადაც გადატრიალება ხდება, მაგრამ მე მინდა აგიხსნათ skip blank-ი. მაგალითად, გვაქვს დავუშვათ ცარიელი უჯრები 0, დავუშვათ 0 და აქაც გვაქვს 0. თუ ჩვენ მოვნიშნავთ აი ამ უჯრებს, მივცემთ copy-ს, შემდეგ ვდგებით აი აქ და ვაძლევთ ბრძანებას paste special და ვუთითებთ რომ დავუშვათ divide და ვეუბნევით OK. მაშინ დაგვიწერს, რომ რამდენიმე რიცხვისთვის ეს არ შესრულდება, რადგან 0-ზე გაყოფა არის შეუძლებელი. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ შემდეგი რამ. ის უჯრები, სადაც დავუშვათ გვხდება 0, უნდა ამოვშალოთ, ანუ იქნება ცარიელი, ასე ვთქვათ. შემდეგ ვაკოპირებთ copy, ვდგებით აი ამ უჯრაზე და ვაძლევთ ბრძანებას paste special და ვუთითებთ, რომ გაიყავი, მაგრამ skip blank-ი. ანუ ის რაც ცარიელია, ის არ გაიყოფა და დარჩება ისევ როგორც იყო და შესაბამისად არც errors არ დაწერს. ამითი paste special-ით სრულად ამოვწურეთ და მოდით ახლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ამისათვის სანამ ახალ საკითხზე გადავალ, მე უბრალოდ მოვნიშნავ პირველ ცხრილს, მივცემ ბრძანებას copy-ს და გადავიტან მას sheet 2-ზე, ოღონდ გადავიტან აბსოლუტურად სუფთას. ესე იგი მხოლოდ values. გადატანის შედეგად გამოსახულებას მივიღებთ შემდეგნაირს. ცხრილის ბოლოს გამოჩნდება დამატებითი მენიუ, სადაც ჩვენ გვაქვს შემოთავაზება formatting-ის და გვაქვს სხვადასხვა შემოთავაზებები, ესენი გახლავთ conditional formatting-ები, რომელსაც ჩვენ მოგვიანებით განვიხილავთ, ჩარტები, სადაც გვაქვს შემოთავაზებები თუ რა ტიპის ჩარტი შეიძლება აიგოს ამ მონაცემებზე, ეს ყველაფერი გახლავთ 2013-ის დამატება და არ არის ის წინამორბედ 2010-ის შემთხვევაში, ასევე ტოტალები, სადაც ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ დაუშვათ მაგალითად 3, ანუ ჯამის ხაზი ჯდება თავისით ბოლოში, average-ი საშუალო, count-ი, პროცენტული ტოტალი, ანუ ნაწილდება საერთო ჯამში მიღებული ქოლები პროცენტულად, ასევე running ტოტალი, ანუ მიმდინარე ტოტალები,
3 ანუ ჯამდება ვერტიკალში და ასე შემდეგ, average ვერტიკალში, count ვერტიკალში და ასე შემდეგ. ამის გარდა გვაქვს tables, ანუ ცხრილები, სადაც ჩვენ გვთავაზობს pivot table-ების სხვადასხვა ვარიანტებს, რაც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ არის მონაცემები, სადაც pivot-ი კარგად გამოდის. ასევე table-ის ვარიანტს გვთავაზობს და spark line-ები, სადაც თქვენ თითოეულის გვერდზე დაინახავთ, მაგალითად, თითოეულ სტუდენტს აქვს თუ არა სხვადასხვა საგანთან მიმართებაში ან ტესტთან მიმართებაში პროგრესი ან რეგრესი. ეს არ არის ჩვენი ამ წუთის ძირითადი თემა, ამ სათითაოდ ყველას ჩვენ განვიხილავთ თავთავის დროზე, მაგრამ ახლა მოდით განვიხილოთ, როგორ გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, შევქმნათ სახელები. სახელები ჯერ გავაკეთოთ უჯრებისათვის, მაგალითად, დავდგეთ და აი ამ უჯრას ვუწოდოთ სახელი. მაგალითად, B2-ის ნაცვლად დავწეროთ და იყოს უჯრა, რომელსაც დავარქვევთ, მაგალითად, გიორგის. Enter-ი. და ვეტყვი ეს უჯრა ტოლია გიორგის და აი ხედავთ ამოაგდო უკვე ჩავწერე გიორგი მაგალითად +3. ვამოწმებთ 1 + 4 არის 3, კი ბატონო, ეს ნამდვილად სწორია. თუმცა გარდა ამ ფორმატისა და ასეთ ერთი კონკრეტული უჯრისთვის სახელის დარქმევისა შეიძლება რამოდენიმეს დავარქვათ ერთდროულად. მაგალითად დავარქვათ დიაპაზონი მოვნიშნოთ სრულად და დავარქვათ დიაპაზონს ნებისმიერი სიტყვა. მაგალითად იყოს ბოში. აი ესე. და ვნახოთ ტოლია და როგორც ხედავთ უკვე ჩანს, მაგრამ ტოლია ბოშის ეს არაფრის მომცემია, იმიტომ რომ enter-ით დაარტყავთ პირველს და ჩაგიწერთ, რომ გაქვთ დაუშვათ პირველი ელემენტი. ქვემოთ თუ ჩამოწევთ, დაუშვათ რაღაც სხვადასხვა შესაბამის ელემენტებს გიწერთ. ეს არ არის ისეთი სწორი და პრაქტიკული ფუნქცია, წავშალოთ დაუშვათ ყველა მონაცემი. ახლა გავაკეთოთ შემდეგი ბრძანება. ეს შემდეგი ბრძანება გახლავთ დაუშვათ ფორმულაში სახელის გამოყენება, 3 გავხსენით ფრჩხილი და ვწერთ მაგალითად ბოში, დავხურეთ ფრჩხილი და დააჯამა სრულად ბოშის დიაპაზონი. მაგრამ მოდით გამოვიყენოთ Excel-ის სხვავისი ფუნქციები, შევიდეთ ფორმულაში, ნახოთ ჯერ name manager-ი, აღმოჩნდა რომ ბოშიც და გიორგიც უკვე შექმნილია, მივცეთ delete და ბოშიც წავშალოთ, რომ იყოს სუფთა სტერილური და გავაკეთოთ შემდეგი რამ, მაგალითად მოვნიშნოთ ეს უჯრები და define name-ი. მივცეთ define name-ი და ეს თვითონ შემოგთავაზებს, რომ ხომ არ დაარქვას sag1 და იყოს შიგნით გაერთიანებული ეს უჯრები. მე კი შემიძლია ვუთხრა რომ sag1 არ მინდა დაარქვის sag-gg დავუშვათ მეტი არაფერი. ოკეი და მივიღებ რომ ამ დიაპაზონს ქვია sag-gg, რაც ისედაც ვიცოდი, აი აქ შევალ და მივცემ delete. მოდით ახლა ვნახოთ, რამდენად შეგვიძლია როგორ კომფორტულია, როდესაც ავტომატურად ყველა მოინიშნება და ვაძლევთ ბრძანებას create from selection. Create from selection-ში გვეკითხება რომ შექმნას top row-ი და left column-ის სახელების მიხედვით. კი ბატონო, ვეუბნები, ოკეი და name manager-ში ვამოწმებთ და ვხედავთ რომ შეიქმნა sag1, sag2, sag3, sag4 ოღონდ დაბალი ტირებით და plus student 1, student 2, student 3 და ასე შემდეგ. sag1, sag2 და ასე შემდეგ დაბლა ტირით იმიტომ შეიქმნა რომ თავად Excel-ში არსებობს ასეთი რამ, მაგალითად sag1 არის სპეციალური სვეტი ერთ-ერთი და მას აქვს პირველი უჯრა, ხო? სწორედ ამიტომ შეიქმნა sag1 ქვედა ტირით და ეს გახლავთ უკვე დიაპაზონი sag1-ისათვის. ჩვენ შეგვიძლია ფორმულებში უკვე თვითოული მათგანი, აი აქ ყველა შეიქმნა, გამოვიყენოთ. მაგალითად მივცეთ ტოლია 3 გავხსენით ფრჩხილი და გამოვიყენოთ ფორმულაში სახელი, აი ესე მაგალითად. კიდევ მძიმე ავშვათ, ჩამოვშალეთ და გამოვიყენეთ აი ესე. და ასე შემდეგ. Enter-ი და მივიღეთ ამ ორი დიაპაზონის ში არსებული რიცხვების ჯამი. ამითი define name-ები, ანუ ზოგადად name manager-იც დავასრულეთ და მოდით ახლა ვნახოთ შემდეგი საკითხი ამ თავში. გახლავთ კომენტარების ჩასმა. როგორ ჩავსვათ კომენტარები? კომენტარების ჩასმა ხდება
შემდეგი ფორმით, მაგალითად, მარჯვენა ღილაკი ბრძანება insert comment-ი ან ანალოგიური ფუნქცია, რომელიც არის review menu-ში. ანუ ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ CST აწკეთებს კომენტარს, რომ ეს არის დაუშვათ, აქ წერთ, რომ ეს არის CST, დაუშვათ, თუ ავირჩევთ მაგალითად კომენტარის დანახვას მუდმივად ნიშნავს, რომ შეგვიძლია მივცეთ show hide, ანუ დავმალოთ ან გამოვაჩინოთ, შეგვიძლია სხვა კომენტარიც ჩავსვათ და ასევე მივცეთ ფუნქცია დაუშვათ, რომ ჩანდეს მუდმივად თუ არ ჩანდეს ყველა კომენტარი, ან იყოს დამალული ყველა დაუშვათ. ასევე შეიძლება მივცეთ, რომ აი ეს კონკრეტული კომენტარი მუდმივად ჩანდეს next-ზე გადასვლა, ანუ შემდეგზე გადასვლა, preview-ზე დაბრუნება, წინაზე და ასე შემდეგ. მოდით ვნახოთ ახლა უშუალოდ ეს კომენტარი, კიდეზე ვდგებით, ვაწვევით ბრძანებას მაგალითად format comment-ი და ანუ არის დაუშვათ, რა მიმართულებით განლაგდეს შიგნით ტექსტი დაუშვათ, იყოს აი ესე. ასევე შესაძლებელია ავირჩიოთ ბრძანება format comment-ში, როდესაც ვირჩევთ color, ანუ რა ფერი იყოს დაუშვათ, ჩარჩო, შიგნით ჩასხმული, ან შეიძლება იყოს fill effect-ი, აირჩიოთ რაიმე გრადირებული ფერები დაუშვათ, ან აირჩიოთ ტექსტურა, ან აირჩიოთ pattern-ი, ან აირჩიოთ საერთოდ რაიმე picture-ი და მაგალითად დავაყენოთ კომენტის უკან ფონად დავუშვათ ფაილი, მაგალითად CST-ს comment-ი, OK და ნახავთ, რომ კომენტარში ჯდება უკვე CST-ს ლოგო. ანუ შეგვიძლია დავმალოთ ერთ წამს show all-ი, ანუ მიიტანთ თუ არა კომენტარი გამოჩნდება უკვე CST-ს ლოგოთი. ამითი ჩვენ ამ თავზე საუბარს ვასრულებთ, უბრალოდ მინდა გაჩვენოთ, რომ შეგიძლიათ ამ კომენტარის დადებით მისცეთ ბრძანება copy, გადაიტანოთ სხვა უჯრებზე ბრძანება paste special-ით კომენტები, comments და ყველა ამ უჯრას დაედება კომენტარი, რომელზეც რომ მიიტანთ ხელს გამოჩნდება CST. და საბოლოო ჯამში წაშლა ყველა კომენტარის მონიშნა და უბრალოდ ბრძანება delete comment-ი და კომენტარები წაიშლება. ამით ეს თავის დავასრულეთ. ეს არის CST.